მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. გაეროში გრძელდება კარგად მოგიხსენებათ მორიგი სესია, რომელიც ეძღვნება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს. საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო დონალდ ტრამპის მიწვევით შედეგად ღონისძიებას, სადაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტებიც იყვნენ, მას ჰქონდა პირადი კომუნიკაცია, ხვალ კი გამოვა ის სიტყვით უკვე გაეროს ასამბლეაზე. მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა ამ გაეროს ასამბლეაზე, სხვათა შორის ძალიან საყურადღებო იყო დონალდ ტრამპის განცხადება თავად გაეროსთან მიმართებით. ესეთი ცოტა ეს გადახვევები ქონა ტრამპს ლირიული, რომ როდესაც ესკალატორით ავდიოდიო გაეროს შენობაში, მაგ დროს გაფუჭდა და კიდე კარგი ჩემიცოლი ფორმაში იყო და მოახერხა ასვლაო და ანუ ბევრი კრიტიკული განცხადებები გაკეთდა გაეროს მიმართაც, სხვათა შორის თურქეთის პრეზიდენტის სიტყვისას შეუწყდა ესე იგი მიკროფონზე ხმის მიწოდება და ამის გამო აღშფოთება გამოთქვა ერდოღანმა. ასევე განცხადებები გააკეთა ბრაზილიის პრეზიდენტმა, რომელმაც განაცხადა, რომ აი კონკრეტულად ამერიკასთან მიმართებით გამოთქვა კრიტიკული განცხადებები და მან თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა მიუღებელია მათთვის. რაც შეეხება თავად ტრამპის განცხადებას, აი რითაც დაგვამახსოვდა ტრამპის განცხადება, ერთი მე ძალიან მომეწონა მისი ეს პოზიცია. მან თქვა, რომ გინდათ იყოთ პოლიტიკურად კორექტულები და თქვენს მემკვიდრეობას არ ადგურებთ, თქვენი ქვეყნები ჯოჯოხეთისკენ მიდიან. ანუ მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით იყო ეს განცხადება გაკეთებული, რომ მიგრაცია ანადგურებს ევროპულ ქვეყნებს. ხვალ როგორც გითხარით, გამოვა ყაველაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი და მოვისმენთ ამის შტაბაზე მის განცხადებასაც. და ასევე მნიშვნელოვანია ის ინსინუაციები, რომელიც აი ამ სტომას ახლავს თან, იმიტომ რომ ოპოზიცია კვლავაც აგრძელებს განცხადებების კეთებას, რომ დასავლეთის გარკვეულ იზოლაციაში არის მოქცეული ჩვენი ხელისუფლება და პრინციპში რაღაც გარკვეული დოზით მართლაც დასავლეთის მხრიდან არამეგობრული ნაბიჯები რო იდგმევა, ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, ამაზე ჩვენ ხშირად გვაქვს აქცენტები და გერმანიის ელჩიც ამის თაობაზე დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მისი განცხადებების ირგვლივ და უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კვირეები გველოდება დღეს უკვე რაღა დარჩა 24 არის და ერთი კვირაც და რამდენიმე დღეღა დარჩა უკვე არჩევნებამდე. დღეს ერთი მნიშვნელოვანი და სხვათა შორის ძალიან კარგი ფაქტი მოხდა. თბილისში გაიხსნა ერეკლე მეფის ძეგლი და მინდა რომ აი ეს სასიამოვნო თემაც შემოვიტანო ჩვენს გადაცემაში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რადგან მართლაც როგორც საუბრის დასაწყისში აღნიშნე, ეს იყო მისი ინიციატივა. და დღეს პირადად მე როგორც რიგითი ქართველი, რიგითი თბილისის მოქალაქე ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში გაიხსნა ერეკლე მეორის ძეგლი. ახლა მინდა ვთხოვო ბატონ პრემიერს ამობრძანდეს და ერთად გავხსნათ და ვაჩვენოს საზოგადოებას ულამაზესი შესრულებული ნამუშევარი. მე მგონი მართლა ძალიან ლამაზ გამოვიდა, ადგილსაც ძალიან უხდება. ჩვენ ასევე
დავასრულეთ აქვე არსებული სივრცის კეთილმოწყობა, გალამაზება, გამწვანება და დღეს საღამოს ყველას 8 საათზე გელოდებით გაიმართება ჯგუფი ურსას კონცერტი და ერთად გავხსნათ ეს ულამაზესი რეკრეაციული სივრცე. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ქალაქის განვითარებას, გალამაზებას. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და მომდევნო 4 წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება ჩვენი დედაქალაქისთვის. მადლობა და წარმატებები ყველას. ეს ფაქტი ნიშანდობლივი არის და საინტერესო ფაქტია. მე როგორც ვიცი, ეს აეროპორტის ტრასაზე გაიხსნა კახეთის გზატკეცილზე და განახლებულ პარკში და მე ერთი რამე მინდა ვთქვა, ჩვენ თუ ერეკლემეს ზეგს უდგამთ, მაშინ ერეკლემეფის ის გზაც უნდა გავიზიაროთ, რომელიც გზაც მან აირჩია. ერეკლე მეფე რომ არა, საქართველოს არ იარსებებდა. დღეს იმიტომ ებძვიან ერეკლე მეფეს და იმ გიორგიევსკის ტრაქტატს, რომ სწორედ ამ ტრაქტატით დაუკავშირა ერეკლემ თავისი ქვეყანა რუსეთს. რუსეთთან ურთიერთობამ გადაარჩინა საქართველო. დღეს ამაზე საუბარი ცოტა არ იყოს, ბევრს არ სურს, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელიც არის მართული დასავლეთი კი კარგად იცით როგორ მდგომარეობაში არის რუსეთთან. ჩვენ არ ვიძახით იმას, რომ ვიღაცის მონები უნდა ვიყოთ, ვიღაცის ქვეშევრდომები, მაგრამ ვიძახით იმას, რომ როგორც ერეკლემ დააკავშირა ქვეყანა რუსეთს, ჩვენც რუსეთთან ურთიერთობა უნდა გქონდეს ჭიდრო. ითუმეტეს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გუშინ საყურადღებო განცხადება გაკეთდა დონალდ ტრამპის მხრიდან, როდესაც მან უკვე ფაქტობრივად ის განცხადება გააკეთა, რომელსაც ელოდებოდა ძალიან ბევრი და მან თქვა, რომ უკრაინა იმყოფება ისეთ პოზიციაში, რომლითაც ის აუცილებლად დაიბრუნებს პირვანდელ პოზიციას და იბრძოლებს და თავდაპირველი სახით წარმოგვიდგება. მთელი უკრაინა თავდაპირველი სახით წარმოგვიდგება. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს პირვანდელ პოზიციას დაიბრუნებს, ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ტრამპი აგრძელებს ბაიდენის გზას. ის საუბარი, რომ მე ომს დავამთავრებ, რომ რაღაცა, ამიტომაც არის ეს ასეთი არასერიოზული პრეზიდენტი არ ყოლია ამერიკის შეერთებულ შტატებს. ბევრი კი თვლიდა მას, რომ აი დიდი პოლიტიკოსი. მისი დიდი პოლიტიკოსობა რასში გამოიხატება, მეგობრებო? ამბობდა, რომ ჯერ ამბობდა, უნდა შეეგუოს უკრაინა იმას, რომ რაღაც დაკარგული ტერიტორიები ვეღარ დაუბრუნდება. მერე წიაღისეულზე ლაპარაკობდა, გრენლანდიაზე და იმაზე, კანადაზე საერთოდ ლაპარაკიც აღარ გვინდა, ეს ტერიტორიები რა წავიღო, რო თქვა. ეხლა ლაპარაკობს იმას, რასაც ამბობდა ბაიდენი. რომ ესე იგი უკრაინა თურმე პირვანდელ მდგომარეობას როგორ უნდა აღიდგინოს უკრაინა პირვანდელი მდგომარეობა. ესე იგი დაიბრუნოს ყირიმი, დაიბრუნოს დონბასი, დაიბრუნოს ლუგანსკი, ანუ ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომი და დაიწყოს, ეგრე გამოდის რა. და ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს გზა, საით უნდა წავიდეს. თუ ჩვენ ამერიკის პრეზიდენტთან სურათების გადაღება გვიხარია და ტრამპისთან ურთიერთობა გვასე გვახარებს და თვლით რომ ამერიკასთან უნდა ვიყო, მაშინ რუსეთთან ჩვენ სხვაგვარი პოზიცია უნდა დავიკავოთ, ხო? იმიტომ რომ ფაქტი ერთია, რომ ამერიკა აპირებს რუსეთთან ომს. თვითონ არ ჩაებება ამ ომში, რა თქმა უნდა, მაგრამ მიაწვდის იარაღს ისეც უკრაინას, რომ უკვე ეს იქნება თავდასხმითი იარაღი. არა თავდაცვითი, არამედ თავდასხმითი. და ფაქტობრივად წავა ის პოლიტიკა, რომელიც იყო და ჩვენ ეხა ერეკლე მეფეს თუ უდგამთ ძეგს, მაშინ უნდა ავირჩიოთ. ეხა ვიღაცა იტყვის, მაშინ სხვა რეალობა იყო, მაშინ არავით არის სხვა რეალობა არ არის. როგორც მაშინ საქართველოს იყო დემოგრაფიულად განადგურებული რაღაცა რამდენიმე 100,000 იყო დარჩენილი, დღესაც ესე არის. ეხა რატო არიდება სტატისტიკური მონაცემები დემოგრაფიული რამდენი ქართველია საქართველოში? ბევრი ლაპარაკობს 3 მილიონი არის ბოლო მონაცემებით, მაგრამ ახალი მონაცემებით არ არის დადებული. იმიტომ რომ 3 მილიონი დიდი ალბათობითაც აღარ ვიქნებით და თუ რაც დავრჩით კიდე რამდენი ქართველია, აქედან ეგ გასარკვევია კიდე.
იმიტომ რომ 500,000-ზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, სომეხი ცხოვრობს, სხვა ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობს. რამდენი ვართ ქართველები? შეიძლება 1 მილიონი თუ ვიყავით, მადლობა უნდა ვთქვათ და ეს არ არის რეალობა, რაც ერეკლეს დროს იყო. დაკუცმაცებული საქართველო, აფხაზეთს ვერ ვაკონტროლებთ. დაკარგული გვაქვთ. საბაჩაბლო დაკარგული გვაქვთ. ტერიტორიები, რომლებსაც ვაკონტროლებთ და ჩვენს იურისდიქციაში არის, იქაური ეთნიკური ჯგუფები, როგორც უნდა ისე იქცევიან და ჩვენ ფაქტობრივად რაღაც პრობლემებს გვიქმნიან. ეხლა ბევრს აღარ გავაგზელებ. დასავლეთის მიერ ოკუპირებულია 80% დანარჩენი. ქვეყანა არის კრიზისში და ეს არ არის ერეკლეს მდგომარეობა. ეხლა ლეკები რო არ გვესხმიან თავს, მანდამაინც ვიღაცამს ლაშქრობები ხო არ უნდა იყოს. აგერ გუშინ მაგალითად რამდენიმე დღით ეგრეთ წოდებულმა ინვესტორმა ერაყელმა გააუპატიურა ტაქსისტი იყო სხვათა შორის ეს და გააუპატიურა ბელორუსის მოქალაქე საგარეჯოში. ბევრმა დაიწყო ეს ფაქტი რომ გამომზეურდა, აუ კახელმა რა კახელმა, რატო არ იძახით რომ ერაყელი არის? რატო არ იძახით? პირველი რომ გიხარიათ იქ უცხოეთში რომ გაავრცელებთ ინფორმაციას, ქართველებმა გააყაჩაღეს გერმანელები, ფრანგები და ეს უხარიათ თითქმის ყველა საინფორმაციოს, იმიტომ რომ ამათ ხო ქართველებზე ცუდი ათქმევინე. და რატო არ ავცელებთ ინფორმაციას? აბა ყოფილიყო ეგ რუსი, ყოფილიყო ვიღაცა სხვა ეთნიკური ჯგუფი, რომლებთანაც გიხარიათ რომ რაღაცა ცუდ ზააშე. რატო არ თქვით ვინ გააკეთა ეს? იმიტომ რომ უარყოფითი დამოკიდებულება ექნებოდა მოსახლეობას. ესე იგი თქვენ წარმოგიდგენიათ ეხლა ტაქსში ჩაჯდომა უკვე სახიფათო არის საქართველოში, იმიტომ რომ აი პედოფილები და გეი აქტივისტები ზიან რულზე მანქანის. როგორ აღმოჩნდა ეს ერაყელი იმას? ესე ადვილია კაცო ამის მიღება, ერთი ვერ გავიგე, ჩადით, აბა უამრავი წელია ქართველები ცხოვრობენ ევროპაში და ვერ იღებენ იმის უფლებას, რომ სამუშაო შრომის უფლებას ვერ იღებენ. ჩამო აქ ვიღაცა გახსნის რაღაცა საშაურმეს და უკვე всё შრომის უფლების გარანტირებულია. აგერ უკვე ქუჩაში, აგერ მანქანაში ჩაჯდომა არის სახიფათო. ლიბერალებო, რატო არ იძახით ვინ გააკეთა ეს? რატო მალავთ ვინ ჩაიდინა ეს? აბა ქართველს გაეკეთებინა, მიუვარდებოდა ეს გადამღები ჯგუფი ტევე პირველის აწიოკებდა იმ ოჯახს, რატო არ აკეთებთ ამაზე სიუჟეტს, მაინტერესებს? ქართულ კაცს რო გაეკეთებინა, ღმერთმა დაგვიფაროს ეგეთი რაღაცა, ხო დედაბუდიანად აიკლებდით ყველას. და ამიტომ ვიძახი, დიდი განსხვავება ერეკლეს დროინდელ საქართველოსა და დრევა, თორე თუ ერეკლემ გადადგა ნაბიჯი, ჩვენს ფიქრობთ რომ ეგ ნაბიჯი უნდა გადავდგა. ჩვენ დავინახეთ ამერიკისკენ, ნატოსკენ, ევროკავშირისკენ სწრაფამ საქართველოს ტერიტორიები დააკარგინა. საქართველოს დააკუცმაცა და იგივე ბედს გავიზიარებთ ეხლა. თუ ერეკლეს ძეგლს უდგამთ, ერეკლეს გულში უნდა დაუდგათ ძეგლები. ერეკლეს არ ჭირდება ძეგლების დადგმა. ერეკლე მეფე, ჯერ მე თუ მკითხავ, არ ვიცი ეხლა მე ბოდიში და თლათ ეხლა თვალ ესე ვერ ჩავერევი საეკლესიო ამბებში, მაგრამ ამდენი ხანი ეს კაცი წმინდანად რო არ არის შერაცხული, ესეც რა ვიცი, რატო ხდება, მე ვერ ხვდები რა. ერეკლეს გადადგმული ნაბიჯით გადარჩა საქართველო. კაცი რომელიც ესე იგი მძიმე თავად იყო იმას რა ქვია რო ეუნებოდნენ მეფეს რომ მეფეო წვნიანი ხორციანი საჭმელი მიიღეო ჭრილობების შესაყორცებლად კარგი არისო და მარხვაშიო ხორცი რომ მივირთვაო ქართველებს თვალებში როგორ შევხედო ასეთი ბორწმუნე მეფე ყავდა ჩვენ მიდით ჩადით თელავში ნახეთ მისი რეზიდენცია და მე შეადარეთ თქვენს სასახლეებს კაცი რომელიც ესე იგი ცხეულზე ადგილი არ ქონდა დარჩენილი ნაიარები რო არ ყოფილიყო ესეთი მეფე ყავდა ჩვენ და არ ვიცი მე რატო არის რატო ხდება ისე რომ ამდენი ხანია ეს კაცი როგორც წმინდანი ისე არ არის საქართველოს ისტორიაში ის არის ჩვენი გადამრჩენელი ეს არის ადამიანი რომელმაც მისმა ბრძულმა ნაბიჯმა გადაარჩინა საქართველო შეიძლება იმ გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგად ჩვენ შეიძლება გარკვეულწილად რაღაცა ცოტა რაღაცებში დავზარალდით მაგრამ ფაქტი ერთია რომ გავერთიანდით დაკუცმაცებული ვიყავით გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგად გაერთიანდა საქართველო ერთიანი გახდა დაკუცმაცებული და ამაზე მეტი რაღა უნდა გაკეთებულიყო მაინტერესებს ამ ტრაქტატის შედეგად რაღაც უარყოფით ნიუანსებზე რომ ამახვილებთ ყურადღებას
ქვეყანა რომელიც აწიოკებული იყო სხვადასხვა მტრის მომხდურების შემოსევებით, რომელიც დემოგრაფიულად მიწასთან იყო გასწორებული, იქცა უძლეველ ქვეყნად. და ამ ადამიანს ჩვენ თუ ძეგს უდგამთ მის ნაბიჯს ვეთაყვანებით, უნდა გადავდგათ ის ნაბიჯიც, იმიტომ რომ ჩვენც ეხლაც ვართ გზის გასაყარზე. უნდა ავირჩიოთ ეს ბარაბას სოდომისტური გზა, რომელიც მათ საქართველოს დააქცია და გაანადგურა და უნდა ავირჩიოთ ქრისტიანული მართლმადიდებლური ქვეყანასთან ურთიერთობა. არავინ არ უარყოფს, რომ რუსებთან ურთიერთობა არც ისე იოლია, მაგრამ სხვა გზა ჩვენ არ გაგვაჩნია. ამიტომაც არის ჩვენ გადაცემას ესოდენ მაღალი რეიტინგი, იმიტომ აქვს, რომ ჩვენ გამოვხატავთ თქვენი თითეული თქვენთაგანის გარკვეულ გზნობებს და ინტერესებს. დღეს საქართველოში თითქმის ყველა მედია საშუალება ჯიბეში უდევს დასავლეთის აგენტურას. ჩვენ ვართ ერთადერთი თუ არა ერთადერთი ტელევიზია, რომელიც 24 საათი ვლაპარაკობთ იმას, რომ საქართველოს თუ რუსეთთან ურთიერთობას არ აღადგენს, საქართველოს დაიღუპება. და სამწუხაროა, რომ მომავალი თაობა ისე მოწამლეს რუსეთის ცუც გარდა ვერაფერს ვერ ათქმევინებ. აი ხა რო ისვენებთ აჭარაში, კარგად გაიხსენეთ ისიც, რომ აჭარა საქართველოს სწორედ რუსეთმა დაუბრუნა და გურია და ჯავახეთი. და დასავლეთის დაბრუნებული მე არაფერი არ მინახია. დასავლეთმა კი არ დაგვიბრუნა რამე, წაგვართვა ჩვენ. წაგვართვა საწარმოები, ფაბრიკები, დიახ, მათი პოლიტიკის შედეგად რაც იყო ისიც განადგურდა. წაგვართვა ჩვენ ქართველობა, ქართველები. ვიღაცა რო ქილიკობს, აი ქართველობა წარწმეული არა ყვა. ქართველობა თქვენ ახლა საქართველოში რო ცხოვრობთ, გძნობთ ამას? ქუჩაში რო გაივლით, ქართველად მიგაჩნიათ თავი, როდესაც გაივლით და ბოდიში და გამოვა კაცი და ვერ გაიგებ, ესენი რა ქალია თუ კაცია, ისე აცვიათ, ისე ახურიათ, ისე მეტყველებენ, გადაჯიშებული მომავალი თაობა, რომელსაც ფეხებზე კიდია ცხინვალი და სოხუმი საერთოდ. ოღონდ TikTok-ზე მის მრავალათასი კონტენტი გქონდეს. სოფელი, რომელიც დაიცალა და სოფელში კოჟრებიან, დაკოჟრილ ხელებს კი ვერ ნახავთ. დაკოჟრილ ხელებს. ნახავთ იმითი პლანით აყროლებულ ხელებს. ყველაზე არ ვიძახი, მაგრამ დიდი რაოდენობით. რა ვიცი, რო ჩახვალთ რაიონში გაგიჟებული ვარ, კაცი. ქორწილები და სუფრები რო არის, ღვინო აღარ ისმევა, მესამე ჭიქის მერე ხალხი გადის და პლანს ეწევა. აი აქამდე მივიდა. და 10 წლის მერე შვილიშვილს რო გაუშვებთ იმაში, რა ქვია, სოფელში ბებია და ბაბუები ნაკოლკები შეხვდებიან და გაუბოლებენ იმაში სახეში იმას, რა ქვია, პაპიროს. აღარც ის ბებია ბაბუა არის, აღარც ის მამა დედა არის, აღარც ის შვილია, აღარც ის შვილიშვილია. და გეკითხებით, ეხა ეს არის საქართველო? აღარ არის ეს ის საქართველო. და ეს არის გულმოსაკლავი რეალობა. და ეს ყველაფერი გააკეთა დასავლეთის დამპალმა მოდერნიზებულმა იმპერიამ. და ჩვენ თუ გვინდა ჩვენი ქართველობა დავიბრუნოთ, თქვი რა ნაბიჯიც უნდა გადავდგათ. ერეკლე მეფეს ძეგლი უნდა დაუდგათ. რა თქმა უნდა და გულში უნდა დავიდგათ მისი ძეგლები. გულში უნდა ყავდეს ერეკლე მეფე. ჩვენი პატარა კახი. მე ამით იმიტომ დავიწყე ეს გადაცემა, რომ ხაზი გავუსვი, რომ დღესაც იგივე მდგომარეობაშია საქართველო. არაფრით არ განსხვავდება. ვართ გზის გასაყარზე. ისტორია საერთოდ მეორდება, ისტორია არ იცვლება. მეთოდები არის ბრძოლის, უბრალოდ მაშინ ხმით ვიბრძოდით, დღეს ატომური ბომბით ხდება სრულა. მაშინ მტერი მოდიოდა სხვანაირად, ეხა ეკონომიკურად გიპყრობს და განადგურებს. მეთოდები არის უბრალოდ მოხჩობის სხვა. ადრე საქართველოს სხვანაირად აღჩობდნენ, ეხლა სხვანაირად აღჩობენ. ეხლა შემოუშვებენ ამ მიგრანტებს, უშვებენ და აგერ ქართველობა გადის, უცხოელები შემოდიან, დაამთავრებული ამბავია. ძალიან მალე აქ საქართველოში ქართულს ვერ გაიგონებ თუ ასე გაგრძელდება. არ ვიცი, ეს არის გულმოსაკლავი რეალობა, მეგობრებო და ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ ჩვენ სტუდიაში. ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ბატონი
მიხეილ ჟღენტის სოლიდარობა მშვიდობისათვის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით ბატონ ნიკოლოზ, მიესალმებით პატივისებულ მაყურებელს. ეხლა გაგიკვირდებათ ალბათ ბატონი მიხეილი ბოლო ეთერებია ძალიან ხშირი სტუმარია და რატომ საქართველოში სამწუხაროდ აღარ დარჩა არც პოლიტიკოსი, არც პარტიის ხელმძღვანელი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოებრივ პოზიციას გამოავლენდა. მე ყველა იმ პოლიტიკოს პატივსავცემ, ვინც სწორ აქცენტებს აკეთებს. ჩვენ გვყავს პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები, აი ახლაც შეიძლება ჩვენ დროს გადის რომელიმე გადაცემა, წამოპლაკულები არიან სტუდიებში, აკრიტიკებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნაცებს, მაგრამ თავარსათქმეს არ ამბობენ, რატომ იცით? იმიტომ რომ ეშინიათ ამ იარლიყების, ეშინიათ ამ რაღაცა მოჯადოებულ წრეში შესვლა, იმიტომ რომ ეხლა ეს კომფორტულია კაცო, აგინეს ნაცები მარტო დასავლეთი გააკრიტიკე, ამაზე არაფერს არ მოგედავება იყავი, მაგრამ აი შენ თუ რუსეთზე იტყვი რომ რუსეთი ეგ უკვე იარლიყი გარანტირებული გაქვს. და რა თუნდა ეხლა ეს არის უმადური საქმე, ფულს არავინ არ იხდის ამაში, ტალახის როლის მეტი არ არის და ამიტომ არიან ესეთი. ზოგი თუ იტყვის რაღაცა სამმიმართულებით ის გოსდუმის დეპუტატობას ელოდება და ბოდიში და რაღაცა მასში სავარძელში არის ჩაფენილი იქა და რაღაცა ან დეპუტატობა უნდა ან რაღაცა ფული რაღაცა თუა გამოყოფილი იქიდან ჩაიცუროს და ფეხებზე კიდია საქართველო რა. აი ეს არის რეალობა და ამიტომაც ბატონ მიხეილს ჩვენ დაუთმეთ ტრიბუნა, იმიტომ რომ მე ვაცემ პატივს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვისაც აქვს სახელმწიფოებრივი პოზიცია. ბატონი მიხეილ სამკუთხით ნამდვილად აქვს სწორი პოზიცია და ამიტომაც ჩვენ აი დაუთმეთ მას ტრიბუნა და აი გითხარით აი დღევანდელ აი ამ რეალობასთან რაც ჩვენ ვისაუბრეთ, აი ამ შესავალი გამიგრძელდა თქვენი პოზიცია. დიდი მადლობა ბატონ ნიკოლოზ, უხერხული იყო ჩემი ასეთი შექება, მადლობა მიღებულია ავანსად. რაც შეეხება ამ ტელევიზიებს, რომელიც თქვენ ბრძანეთ და აი გამოსულ, მე ყველას პატივს ვცემ, უბრალოდ მართალი ბრძანდებით, ჩვენ არც მე, არც თქვენ და არც რამდენიმე ჩემი კოლეგა არც ერთ არა მარტო სამთავრობო, არამედ ნეიტრალურ ტელევიზიებშიც აღარ გვიწევენ. ნუ არა უშავს, მაგას ჩვენ როგორმე სათქმელს ყველგან მოვძებნით. მე მთელი გული და სულით მინდა მიულოცო საქართველოს აი ეს ძეგლი, რომელიც დაიდგა და ჩვენ შარშან 4 აგვისტოს ვიყავით თელავში, აღნიშნეთ გეორგიევსკის ტრაქტატი, მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ, არაერთი წიგნია დაწერილი, არაერთი მოსაზრება გაჟღერებული გეორგიევსკთან დაკავშირებით ამ ტრაქტატზე, მაგრამ ერთი რამ ცხადია. ფიზიკურად საქართველო გადარჩა ქართველი ერი და რაუდენ ძნელი და რთული იყო დიდი მეფისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა, როდესაც აი შიდა წინააღმდეგობა იყო და მან დაინახა რომ სხვა გზა არ იყო. ჩვენ საუკუნეების მანძილზე დასავლეთი გვპირდებოდა იმას, რისი მოცემაც არც უფიქრია. აი მაგალითისთვის ავიღოთ სუხა-საბა ორბელიანის მოგზაურობა და შემდგომში ის განსაცდელი, რომელიც ამ კაცმა გადაიტანა, რომ ეძებდა თავშესაფარს დასავლეთში და ევროპის ქვეყნებში, ხო? ახალციხეში, სადაც მე ძალიან კარგად კუთხეს, შრომელი პატიოსანი ხალხი ცხოვრობს, მინდა აქედან მოკითხვა შეუთვალო ახალციხელებს, ადიგენელებს, არის ასპინძელებს და ყველა ახალქალაქელებს და ნიოწმინდელებს და ბორჯომელებს, ჩამოვყევი ყველა. იქ არის რამდენიმე სოფელი უდე არალი, სადაც ქართველი კათოლიკები ცხოვრობენ, უკვე მრავალი წელია და 10 წლეულები და საუკუნეები და ეს იყო მიღებული, იმიტომ რომ მაშინ დაპირდა საფრანგეთი, რომ რაღაცა იქნებოდა დაცვის საშუალება იქნებოდა, დაცვის გარანტიას მისცემდნენ. და ეს ხალხი გახდნენ კათოლიკები, ანუ გადარჩენისთვის მათ ეს ნაბიჯი გადადგეს, იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო და იმდენად გამოუვა მდგომარეობაში იყო მაშინ საქართველოს განსაკუთრებით ის ტერიტორია, რომელიც იყო ესაზღვრებოდა იმ ქვეყნებს, საიდანაც საფრთხე იყო და მოდით ესე ვთქვათ რა, ჩემო ძვირფასებო, 1830 წლამდე რუსეთმა მიუხედავად თავისი დიდი მცდელობისა ვერ აღკვეთა გლეხების ბავშვების გაყიდვა და გასხვისება, ორი ბაზარი იყო, ერთი აღმოსავლეთში, მეორე დასავლეთში და გლეხები თავადები ყიდნენ თავის სისხლს, თავის ხორცს ყიდნენ და ეს უბედურება რაც ხდებოდა იმ პერიოდში, სადაც მე-19 საუკუნის, აი ხო თქვი 30-იანი წლებისთვის
მოისპო. როდესაც ერეკლეზე საუბრობთ, ახლა ეს ისტორიკოსების პრეროგატივა უფროა, მაგრამ ბატონო ნიკოლოზმა თქვა ბრძანა რომ რატომ არ საბჭოთა კავშირის დროს არ მოხდა მისი. საბჭოთა კავშირის დროს ეკლესიას არ ქონდა ის მდგომარეობა და სამწუხაროდ ეს ვერ მოხდებოდა. დღეს რომ ეს გააკეთოს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, საპატრიარქომ, ესე იგი რუსის იარლიყი კი არა. მე გარანტიას გაძლევთ, საპატრიარქოსთან მოეწყობა 10,000 კაციანი მიტინგი, რომელიც დაგმობს აი ამ გადაწყვეტილებას, თუ მიიღო წმინდა სინოდმა და ასე ვთქვათ, წმინდანების ჩაიყვანეს დიდი მეფე, ამას მოყვება საშინელი პროტესტი ამ ლიბერალებისგან. მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ ერეკლე მეფე ეს არის რომელმაც საქართველოს შეაერთა რუსეთთან. თუმცა 1801 წლამდე რა მდგომარეობა იყო და ეს ტრაქტატი როგორ მუშაობდა და მისი შვილები, გერები დღეს ჩვენ სტუდიაში ამაზე ვისაუბრე და ცოტას გავავრცო. ესენი ვინსა დადიოდა, ვის თხოვდა? აი როგორ დღეს არის ერთი დარბის საფრანგეთში, გერმანიაში, ევროკავშირში ჩარბიან იმ ქვეყნებში იქიდან ინტერვიუს აძლევენ თეთრი სახლის ფონზე და იხვეწებიან მე მომიყვანე ხელისუფლებაში, მე გამხადე საქართველოს ბატონ პატრონი და არა უშავს ესე გავაგზელებ, ისევ შენი მონა ვიქნები. იქ მეორე შემადგენლობა სხვაგან გარბის, მესამე შემადგენლობა სხვაგან გარბის და პრაქტიკულად 1800 წელს გიორგი მე-12 იძულებული გახდა ყველაფერზე უარი ეთქვა. ეს მე ხوار მომიგონია, ავიღოთ ის წერილი, რა წერილი მიწერა იმპერატორს. როგორ რას თხოვდა? ანუ გიორგიევის ტრაქტატში რაც იყო ყველა პუნქტი პრაქტიკულად უარყო. მეფემ ოღონ გადამარჩინეო დაახლოებით 2-3 კვირაზე იყო საუბარი, ვერ გადმოდიოდა ორი ზარბაზანი და ორი ოფიცერი და მე მგონი რამდენიმე ათეული ჯარისკაცი იყო თუ არ მეშლება და თხოვა რომ დავაჩქაროთო გადმოსვლაო, მეო ხარულებსო მოგაშველებო და დაგეხმარებითო ქართველები რომ აი ეს ორი ზარბაზანის გადმოტანა მოხდესო უღელტეხილზე. იმდენად ძიმე მდგომარეობა იყო, საათებზე იყო ლაპარაკი. და ისტორია იმასაც გამცნობს რომ ის ასე ვთქვათ ულუფა რაც იყო ოფიცრებისთვის თითქმის გაუორმაგა ასე ორი თევზით რაღაც აი საშინელ მდგომარეობაში იყო ქვეყანა და აი თუმცა აი ერეკლეს ამ გადაწყვეტილებამაც კი 17 წელი დაჭირდა საქართველოს სანამ მაპატიეთ ლეკიანობა არ მიწასთან არ გაასწორა საქართველოს პრაქტიკულად დაიცალა ის რომ გლეხების ყიდენ თავიანთი ნაძირალად თავადები ეგ სხვა ამბავია ლეკიანობა ბავშვებს ქალებს ასა ყველა სიტუაციებზე ამ ქვეყანა იყო ფარღალალად მოხსნილი და ჩვენ ამ კაცს ძეგლი მართალია ბატონო ნიკოლოზი ჩვენ ტვინში ჩვენ გულში უნდა დაუდგათ მის საქმეს უნდა მივყვეთ და ის ერთადერთი სწორი არჩევანი ეხლა მაინც ხო ჩანს 25 წლის თავზე ჩვენ რა მოგვიტანა დასავლეთმა აი მართლა უნდა ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ უკვე მწვენია ამ თემაზე ლაპარაკი იმიტომ რომ თუ დღეს ქართველი კაცი ამას ვერ ხვდება ამ მდგომარეობაში ჩააგდო დასავლეთმა რისთვის გამოგვიყენეს კიდე რისთვის რას გვიპირებენ საშინელი განცხადებები გაკეთა გაეროს ტრიბუნაზე მე მგონი დაუბრუნდებით ამ თემას ჩვენ საშინელი განცხადებები ძალიან შემაშფოთებელი ისეთი მძიმე პროცესებს ჩაეყარა გარდა იმისა რომ გაერო დიდი ხანია უკვე უფუნქციოა მაგრამ იქ კიდე სხვა საუბრები იყო რომელიც პრაქტიკულად ომის მესამე მსოფლიო ომის რაღაცა ვთქვით ჩვენ რამდენიმე თვის რომ იქნებ გადავრჩეთ ეხლაც იმედი მაქვს მაგრამ პროცესებს დასავლეთი იქითკენ ამ შემთხვევაში ტრამპმა ხელები დაიბანა მან თავისი მინიმუმი შეასრულა ევროპა დასავლეთ ევროპა ლოკომოტივი გერმანია და რამდენიმე ქვეყანა პრაქტიკულად გააკოტრა და ეს პროცესი მიდის თავისი რიგით და ბატონ ნიკოლოზ მე შეიძლება რაღაცაში ვერ დავეთანხმო ტრამპი ძალიან თანმიმდევრულია აი მისი თითქოს ესეთი გაცხადებები და ბევრი მეუბნება რომ აი შენ ჟირინოვსკისთან რამდენჯერმე შენახვედრი ხარ და როგორი იყო ჟირინოვსკი რაც ტელევიზიაში იყო იმის ანტიპოდი იყო აბსოლუტურად სხვა რიტორიკა საუბრის ტემპი აზროვნება ურთიერთობა ადამიანური აი პირად კონტაქტებში იყო ზრდილობიანი დელიკატური მოწესრიგებული არავითარი რა შეურაცხყოფა 2000-ში კონფერენცია ჩავატარეთ მოსკოვში რამდენიმე ქართველი ვიყავით აქედან წასული და გვეშინოდა რომ მოვა კონფერენციაზე რამე ისეთი არ თქვას რომ იქ არ ჩაგვეშალოს იმიტომ რომ რუსეთის სათათბიროს წევრები იყო და საქართველოს დელეგაცია ვიყავით
კანკალებდით რომ ამ კაცმა თავზე არ დაგვახუროსო და ისეთი სიტყვით გამოვიდა რომ მე გამიკვირდა მეთქი ეს კაცი კლონი ხო არ მოვიდა მეთქი აი ამაზეა საუბარი და ტრამპი ძალიან თანმიმდევრულია მაგას მე არა თანმიმდევრულობის მე შედეგით ვამბობ არა უყურეთ რა თანმიმდევრული როგორ არის ხა კაცმა თქვა რომ მეო გრენლანდია და კანადაო უნდაო წავიღო ფაქტიოდ ეხა გრენლანდია კანადაზე აღარ არის საუბარი მე ბაბატი ერთ წამი დავაკონკრეტებ თანმიმდევრულია იმაში რაც თავარი ამოცანა იყო ევროპის გაკოტრება მე ესე ვხედავ გასაგებია მაგრამ უყურეთ ახლა კი ბატონო ევროპასთან მასესირი პოლიტიკა აქვს იმიტომ რომ თქვა კიდევ თქვენო თუ გინდათ ომიო გადაიხადეთო იმიტომ რომ ჩვენ ვიხდით აქ ფუსო თქვენ უნდა გადაიხადოთ იმ ნატოს საწევროებიო იმიტომ რომ ჩვენ ვიხდით იცო თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი უსაფრთხოება რა თქმა უნდა ეხა თავის ქვეყანაზე ფიქრობს ამერიკის პრემიერ მაგრამ არა თანმიმდევრულია ის იმაში რომ ხან ერთ სიძახის ხან მეორეს დღეს შეუძლია მაგალითად პუტინზე თქვას რომ კაი კაცია ჩვენ მოვაგვარებ დავალაგებ ეხა თუ იძახი რომ ომს დაამთავრებ და მე იძახი ვერ დავამთავრებ თუ იძახი რომ მაგალითად ტერიტორიებს უნდა შეეგუოსო დაკარგვასო მე იძახი თურმე პირვანდელ აი როგორ არის თანმიმდევრული არა უყურე ჩვენ თანმიმდევრულობაა თანმიმდევრულობა შედეგის მე შედეგით ვამბობ რა შედეგს დააყენებს პუტინი და ტრამპი და რა შედეგი დადგება და აი ეს ესკალაცია ახლა დღეს თქვენ რო დაიწყეთ გადაცემა არა მან აირჩია სხვა გზა თუ ჩვენ მას უნდოდა სხვა გზით წასულიყო თუ ბაიდენის პოლიტიკას აირჩევდა ის მაშინ მას არავინ არ მისცემდა ხმას ის მოვიდა სხვა მითი მოვიდა დაპირებებით გესმით და ეხლა ფაქტობრივად აღარაფერი განსხვავება აღარ არის მასსა და ბაიდენს შორის არა განსხვავება როგორ არის ბაიდენი არავითარ დაპირებას არ იძლეოდა არა რა განსხვავება ერთი წამით ისიც რუსეთს უპირისპირდება ესეც რუსეთს უპირისპირდება ისიც ევროპის გაკოტრებაზე იყო ბაიდენი და ესეც ევროპის გაკოტრებაზე ეხლა ამასსა და იმათ შორის განსხვავება ის არის რომ ეს ვითომ ქრისტიანული და ვითომ აი ამ ოჯახის ტრადიციებზე ლაპარაკობს გესმის მაგრამ ეს ეხლა რეალურად საქმეში უნდა ისახოს განცხადებები რასაც ეკეთებს ხო საქმეში არ კლავაც გლობალისტები მართავენ სიტუაციას კლავაც ლიბერალები წარმართავენ განცხადებები მაშინ არის კარგი თუ კი ამას მოყვება შედეგი და შედეგი ჩვენ ხედავთ არავითარი შედეგი არ არის კლავაც არის სოროსის ფონდი კლავაც არის ეს გლობალისტები ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწია და ეს ეხლა ეს ჩარლზ კირკით და იმ რა ქვია რაღაცეებით მარტო პოზირება არ კმარა მარტო სხვა იმას მოკლავენ ჩარლზ კირკს ამიტომ ლაპარაკობ არავითარი განსხვავება აღარ არის ამან შორის რა კარგით მაშინ შედეგზე როგორ უნდა გავიდეთ ჩვენი არა მე რა უნდა გავიდეთ არა ჩვენ მე ვთქვი კაცო რა როგორ უნდა გავიდეთ 1 საათი ვლაპარაკობდი მაგას რომ უნდა ავირჩიოთ ერეკლეს გზა ჩვენი უნდა ვშვათ ყოლობადი ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუტნოდესო ილიამ ხო თქვა და ჩვენი თავი უნდა გვეყუტნოდეს და არ უნდა ვუყუროთ არც ამერიკას არც დასავლეთს უნდა მოვიქცეთ ისე როგორ ჩვენი წინაპრები იქცეოდნენ ხო ჩვენ უნდა ავირჩიოთ მოკავშირეთ მართლმადიდებლური და ქრისტიანი ქვეყანა და არა ის სოდომისტები რომელიც ყავს ეხა ბიზანტიის იმპერიას რამდენი ცუდი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის მაგრამ ჩვენ ვიყავით ბიზანტიის მოკავშირე დღესაც ამ რეგიონში აბა ვისი მოკავშირე უნდა იყოს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა შეიძლება დაალაგდეს ამას ჭირდება მხოლოდ და მხოლოდ სწორი პოლიტიკა ბრძნული პოლიტიკა და ეხა ვერ გავიგე ეხლა თუ კიდევ ისევ იმ გზით წავალთ რასაც სააკაშვილი გვიკიჟინებდა რომ ტრამპისკენ გზით ჩვენ აღვიდგენთ ვიღაცას თუ გონია რომ ამერიკა დაგვიბრუნებს ტერიტორიებს ნუ ერთი წუთი არ ვიფიქრია რომ აქ ვუხარუდათ აი ტრამპი მოვიდა და ტრამპი ამას იზავს ტრამპი ჩვენია რა ჩვენია არც ერთი ამერიკელი ბატონო ნიკოლოზ არც ერთი ამერიკელი არ არის შენი ის არის თავისი ქვეყნის პატრიოტი და ის არის რუსულად თქვა ძერჟავნიკი რომელიც გამოდის თავის ქვეყნის ინტერესებიდან. ეს ასე ვთქვათ, ქუდის ცაში აგდება არიქა ჩვენი ბიჭი მოვიდა და აი პროვინციალიზმის პიკი იყო ერთი მომენტი, როდესაც ისა მეტრეველი გახდა Mi6-ის ხელმძღვანელი და გავიგე აქ თბილისში გახარებული იყო ქართველი ქალი დაინიშნა იმათო რა ქვია Mi6-ის ხელმძღვანელი არიქა გვეშველაო. აი ქართველი ქალი იქნება აქ თუ შეძლებს თუ ჩაგვიტარებს აქ ფოკუს კაროჩე არ გვინდა ეს რაღაცა აი როგორ გითხრათ ისეთ ბავშვებივით ხმოს აღტკინება რომ აი ტრამპი ამას გვიზავს ტრამპი იმას გვიზავს რუსეთი არა ბატონო რუსეთსაც თავის ინტერესები აქვს ჩემო ძვირფასებო რუსეთსაც აქვს თავისი ინტერესები და შენ უნდა დაემთხო მის ინტერესებს შენ უნდა დაემთხო მის
მოთხოვნებს თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ის უნდა აიძულო და უნდა თხოვოდა დიპლომატია იქამდე უნდა მიიყვანო, რომ ის დაემთხეს შენი ქვეყნის ინტერესებს. ეს არის დიპლომატია, ეს არის საუბარი. თუ შენ არ ესაუბრები, ჩვენ რაზე ვსაუბრობთ ამდენი ხანია? დავждეთ სალაპარაკოდ. დავსხდეთ სალაპარაკოდ. არა, ჯერ რაღაცა პირობები გითხრათ, არა, ჩვენ უნდა დავждეთ. ჩხუბი, კაცრო, კაცთან რომ ნაჩხუბარი გაგი ტელეფონით ურეკავ. დეუნები, შენ თუ ამას არ გამეკეთებ, მე არ შევხვდებიო. იმ წუთში გეტყვის არ გიკეთებო. კი ბატონო. და შევხვდები. აი ხა ჩვენ აგერ გვაქვს აი ეხლა მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გვაქვს პოზიცია ჩვენ ჩამოყალიბებული იგივე დასავლეთთან როგორ უნდა იყოს რუსეთთან მე გიმას არ ნიშნავს რომ ამერიკასთან არ გქონდეს კარგი ურთიერთობა დასავლეთთან არ გქონდეს კარგი ურთიერთობა ვითქვა მაგ არა ზოგს გონია რომ რაღაცა ჩვენ რო ვაკრიტიკებთ იგივე დასავლეთის პოლიტიკას ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს დასავლეთთან და ამერიკასთან ურთიერთობა ეხლა აი ვსაუბრობდი ყაველაშვილის ვიზიტზე გაეროში აი კადრებსაც ავრცელებ მედია საშუალებით მოგასმენებთ ყაველაშვილს კომუნიკაცია ჰქონდა ამერიკელ კოლეგასთან ასევე მთავრობის წარმომადგენლებთან მიღების ამსახველ ფოტომასალასა და კადრებს თეთრი სახლი გაავრცელებს დღეს უკვე გაეროში პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით კი ხვალ გამოვა საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო დონალდ ტრამპის მიწვევით ოფიციალურ მიღებას. ეს ღონისძიება გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელით. აღსანიშნავია, რომ ამ მიღების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა საზეიმო შეხვედრა კომუნიკაცია გამართა დონალდ ტრამპთან. ოფიციალური მიღების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებს. ეს კომუნიკაცია იყო მეგობრული პოზიტიური გზავნილებით ოფიციალური მიღების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიმართა დამსწრე საზოგადოებას ამ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერები ეხლა ეს ვიზიტი არის ძალიან საინტერესო მე ვფიქრობ რომ კარგი იქნება თუ ის აქცენტები გაკეთდება ხვალ რა აქცენტები ჩვენ ქვეყანას ჭირდება ასევე საინტერესოა ის რომ როგორც იქნა ჩვენმა ქვეყანამ გადადგა თავის სუვერენიტეტის დაცვისკენ და სუვერენიტეტის დაცვისკენ ერთ-ერთი სწორი და ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საუბარი არის გერმანიის ელჩის დაბარებაზე რომელიც ფაქტობრივად ელჩის მოვალეობის გარდა თითქმის ყველაფერს ასრულებს ეს ადამიანი უკვე აღარ არის ფაქტობრივად ელჩი იმიტომ რომ მან მოიხსნა ნიღაბი მე მინდა რომ ეხა შემოგთავაზოთ კადრები მისი დაბარებიდან აი როდესაც დაიბარეს ეს გერმანიის ელჩმა საგარეო უწყებაში შესვლამდე განაცხადა რომელიც დღეს ოფიციალურად არის დაბარებული და ამ დაბარებას პიტერ ფიშერი დიპლომატიურ სანქციად აფასებს დღეს დიპლომატმა თქვა ისიც რომ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრებს ქვეყნის ევროპულ გეზზე რომელიც მისი შეფასებით წევრობას ეწინააღმდეგება ოფიციალურად დამიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დაბარება დიპლომატიური სანქციის ფორმაა. ეს ძალიან უჩვეულოა მეგობრულ ქვეყნებს შორის. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა გერმანიის ელჩი დაიბარეს. შევალდა მოვისმენ, რას მეტყვიან. თუმცა მტკიცედ უარყოფ უსაფუძვლო და წამქეზებლურ ბრალდებებს, რომლებიც გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის პირადად ჩემი და სხვა ელჩების წინააღმდეგ გაკეთდა. ასევე გავკითხავ საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ გეზს, რომელიც ევროკავშირის წევრობას ეწინააღმდეგება. აქ ეხლა საუბარი ზედმეტი, ესე იგი ეს ადამიანი არც იცვლის თავის პოზიციას, ვინ მოგცა? ხო, გავკითხო, ვინ მოგცა ამის უფლება შენ ვინმე გაკიცხო და გამოკიცხო. ამას გონია რაღაცა ბრძანებელი ამ ქვეყნის მოვლენილებული გერმანიიდან. ანუ ეს არის, აი ესე იგი, გინა დაიბარე, გინა გამოიბარე, ხა ეს გინა რომ გამოვა, იქიდან მაინც იგივე პოზიციაზე იქნება. ანუ აი ეს არის დამოკიდებულება შენი ქვეყნის მიმართ. ერთი მაინტერესებს რომელიმე ქვეყანაში, იგივე აზერბაიჯანში, თურქეთში ვინმე გაბედავს ესეთი ტონალობით ლაპარაკს. აი ეს არის ჩვენი ევროპელი მეგობრები. თურმე საქართველოს ევროპის გზას გაცდა. დღედაღამე იმას ვლაპარაკობთ პირიქით რომ ევროპულ გზას კი არა რუსეთის მიმართულებით რაღაც ნაბიჯები გადავდგათო. ეს ქვეყანა თუ ევროპულ გზას გაცდა არ ვიცი მე ყველაფერი რასაც კი ევროპელები გვეუბნებიან თითქმის შევასრულეთ კანონი იქნება რაღაცა გარკვეული მოთხოვნა იყო ყველაფერი შეიძლება. თურმე ჩვენ ევროპის გზას გავწვდით გესმით? დღეს სანამ პატივცემულს არ მინდა დავარღვევ თავისუფლად პატივი გაკიცხავს იგი მართლა თვლის რომ ის არის ჩამოსული მის კოლონიაში
რომელსაც აქვს უფლება გაკიცხოს საქართველოს ხელისუფლება. ეს ჩემი საყვარელი თემაა, მივადექით ახლა საგარეოს და დიპლომატებთან ურთიერთობას. დღეს 26-მა ქვეყანამ საქართველოში აკრედიტირებულმა პირდაპირ გააკეთეს განცხადება და დაგმეს საქართველოს დღევანდელი გადაწყვეტილება და კურსი. მე გარანტირებულად გეუბნებით. 5-6 რიცხვში თუ მიტინგები გაგრძელდა, აი ამ ელჩებს ჩვენ ვიხილავთ რუსთაველზე პარლამენტის წინ და ეს იქნება წარმოდგენილი მთელი მსოფლიოს დასანახად და ევროკავშირის ყველა ელჩი, ევროკავშირის ელჩის თამადობით იქ დადგებიან და იტყვიან, აბა ერთი ჩვენ ბავშვებს და ჩვენ ასე ვთქვათ დაქირავებულებს ხელი მოკიდეთო. ამ ნიადაგს ამზადებენ. ამისკენ მიყავთ სიტუაცია და ესენი რეებს იწერებიან თავიანთ ქვეყნებში. ეგ კიდე სხვა საკითხი არის და იმედია დღევანდელი საგარეო შეხვედრა. ანუ კაცი მივიდა როგორ მდგომარეობით ის ერთი რა უნდა მითხრათ იქით გასწავლილი ჭკუა თქვენ ვინ ხართ? საერთოდ რა არსებები ხართ? როგორ გაბედეთ თქვენ ცივილურ ევროპას? აუჯანყდით და მე ახლა მოვალ და შენ აბორიგენ მოსახლეობას მოგიტან იმას, რა ქვია, ბიჟუტერიას და ჭყიალა შუშებს და ამითი როგორც კონტინენტზე გაუკეთეს ინდიელებს. ანუ ასე გვიყურებენ ესენი. ასეთი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიერ და ეს არ არის მათი ბრალი. ჩემო ბატონებო, ეს არის ჩვენი ბრალი. ეს ჩვენ გვაქვს ეს ვინც მოვიდა გაუმარჯოს, ანტრე სილუპლე, პლიზ. აი ეს არის ჩვენი მენტალობა, საშინელი მენტალობა ჩამოგვიყალიბდა და მესმის საუკუნეების მანძილზე საქართველოს უწევდა ლავირება გადარჩენაზე, იყო უბედურება, მაგრამ შენ ღირსება შეინარჩუნე, შეკაი ადამიანო, ministri რო ხარ და ministris მოადგილე რო ხარ, ელჩ ნუ ალაპარაკე, მოკიდე ამოარტყი პანღური ერთ ადგილას. მიეცი 48 საათი ან 72 საათი ელჩს და უთხრა 72 საათი შენ დუხი არ იყოს რა ქვია, საქართველოში და თბილისში. მერე სხვებიც მას იზავენ. მე რო კიდე ერთხელ ვიმეორებ, მე რო გავიგონებ და მოვისმენ, რომ საქართველოს ელჩმა საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დააგმო პოლიციის არა კორექტული და არა მარძომიერი ძალის გამოყენება მომიტინგეების და მანიფესტატების. აი ამას თუ მოვისმენ მე ჩვენი ელჩისგან, ნუ მაშინ ჩავთვლი რომ რაღაცა შეგვიძენია, რაღაცა წონა, მაგრამ ჩვენი ელჩები ხმას ვერ იღებენ, მე მგონი საელჩოსად არის არიციან ბოლომდე. კარგად არა გათავისებული. ნუ ახლა პატარა ქვეყანა ვარ და ნუ მოვთხოვთ. ჩვენ ეხა ერთი რამე ბატონო მიხეილ, მე მივესალმები ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ რაც გასაკრიტიკებელია უნდა გავაკრიტიკოთ, მაგრამ თავად ეს ფაქტი უკვე ელჩის დაბარება ნიშნავს გარკვეულ რაღაც გარღვევას. გარღვევას აი ამ დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობაში. თქვენ რო თქვით, რომ მიაბრძანებენ, მე არ გამიკვირდება, რომ ხვალ ადგეს ხელისუფლება და ზუსტადაც შემდეგი ნაბიჯი უკვე ეს გააკეთოს, რომ დაატოვებინოს ამ ელჩს საქართველოს, იმიტომ რომ ეხა როდესაც დაგიბარებენ და არ გაიგებ, მე უკვე შემდგომი ეს არის ყვითელი ბარათი. შემდგომში უკვე ეს წითელ ბარათად გარდაიქმნება. პატარა ქვეყანასაც აქვს თავისი ღირსება. შეიძლება ჩვენ ეხლა გერმანიის მსგავსი ეკონომიკა არა გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვართ ღირსების მატარებელი ქვეყანა. არ შეიძლება რომ ასე ქვეყანას ესე ელაპარაკოს ელჩი, რომ მე ხა შევალ და ჭკუას ვინ ახარ, მაინტერესებს ერთი მათ დაავიწყდათ, ვინ აღმართა ერთყობა ის რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა. და მე მგონი რომ დგება ის მომენტი, რომ შეიძლება ეს კიდე განმეორდეს. მე ამის დეჟავიუს შეგრძნება გამაჩნია რა. თვითონაც გერმანია ჩვენ იწერება მედიაში, რომ ემზადება ომისთვის რუსეთთან. არაერთ უკვე მედია მაშინ რა ქვია, საინფორმაციო საშუალებებში იწერება ამის თაობაზე, იქ რაღაც შესაბამისი სამუშაოებიც მიდის. ეს კაცი ამზადებს ამდამიდელი კანცლერი ქვეყანას რუსეთთან საომრად. პოლონეთის გადაწყვეტილებაც უკვე ამაზე მიუთითებს, რომ იქ ჩაკეტეს საზღვარი ბელორუსთან. სხვათა შორის ბელორუსი მინდა ვახსენო, სულ მინდა რომ შევეხო ამ თემასაც. სხვათა შორის ბევრი კარგი დადებითი ნაბიჯები ვნახეთ ჩვენ აი ამ რაღაცა დროის მონაკვეთში და აი ამ ფაქტსაც მინდა რომ აუცილებლად შევეხო. ჩვენი მეგობარი იყო, კარგად მოგეხსენებათ, ბელორუსის ყოფილი ელჩი ანატოლი ლისი, სხვათა შორის ეს ადამიანი ახლა აღარ არის ელჩი და სტუდიაშიც იყო ჩვენთან
ნამყოფი რამდენჯერმე ბატონი ანატოლი ძალიან კარგი ელჩი და ეს დასანანი იყო რომ ეს კაცი ისე წავიდა რომ რწმუნებათა სიგელი ვერ გადასცა პრეზიდენტ ზურაბიშვილს. მე ხა მინდა ვაჩვენო ჩვენ ბელორუსის ახალი ელჩი და 2025 წლის 9 სექტემბერს ბელორუსის ელჩმა ნიკოლაი როგაშჩუკმა რწმუნებათა სიგელები გადასცა პრეზიდენტ ყაველაშვილს და ბელორუსის ერთსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის მოკლე შეხვედრაც გაიმართა, რომლის დროსაც აღინიშნა ბელორუს-საქართველოს ურთიერთობების მეგობრული და დობის ხასიათი, განეხილეს ბელორუსსა და საქართველოს შორის სხვადასხვა დონეზე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხები. ელჩმა ნიკოლაი როგაშჩუკმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ინტერესი არის, რომ გაღრმავდეს ეს დამოკიდებულება ეკონომიკური, სავაჭრო და ეს არის გარღვევა ასევე, იმიტომ რომ თუკი ჩვენ მანამდე ბელორუსთან არ გქონდა დიპლომატიური ურთიერთობა, დღეს უკვე ეს იმას ნიშნავს, რომ ელჩი სრულფასოვანი არის, იმიტომ რომ მანამდე კი იყო წარმოდგენილი ადამიანმა, წუნებათა სიგელი არ იყო გადაცემული. დღეს უკვე ნიკოლაი როგაშჩუკი, რომელიც კარგად მოგეხსენებათ, ასევე ძალიან დადებითი ძლიერი პიროვნებაა, მე ბელორუსთან კარგად მოგეხსენება, ძალიან ისეთი თბილი დამოკიდებულება გამაჩნია. სწორედ ბატონმა ანატოლი როგაშჩუკმა გადმომცა მე კარგად მოგეხსენებათ медали სამამულოებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც წვლილი გვაქვს აი ამ სამამულოების თემის ესე აქტუალიზაციაში და მიღებაზე მე მას ვესაუბრე და საქართველოს მიმართ ძალიან დიდი სიყვარული. და ეს არის კიდევ ერთი გარღვევა, რომ ჩვენ აი ეს ტრადიცია, რომელიც იყო წინა პრეზიდენტობის დროს, ეს დარღვეულია და ბელორუსთან უკვე მეგობრობა. არა, მეც რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა ბელორუსის საელჩოს წარმომადგენელთან, ბატონ ლისთან, სხვა ოფიციალურ პირებთან და ძალიან დიდი გულისტკივილი ჰქონდათ, მაგრამ ამავდროულად ესმოდათ ის, ვინ იყო მაშინ საქართველოს პრეზიდენტი და როგორც კი მე ბატონი მიხეილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი, უკვე ელჩიც რამდენიმე კვირაში შეიცვალა. უკვე რწმუნების გადაცემას ძველი ელჩისგან აზრიც აღარ ჰქონდა, რომ 2-3 კვირაში მან დატოვა საქართველო. მაგიტო წავიდა ლისიც ისე რომ ბატონ ანატოლისაც შეეძლო გადაეცა ეს რწმუნებათა სიგელი, მაგრამ ვინაიდან უკვე ეწურებოდა ვადა მას. ხო, ეწურებოდა და უკვე 2-3 კვირის გამო თუ 4 კვირი, 1 თვეც გქონდა არ ყიდა. და ეს აი რო ჩამონათვალი რო წავიკითხე, აი ზუსტად გაფაციცები, აი მაინტერესებდა ბელორუსი იყო თუ არა და აი ძალიან გამეხარდა, იმიტომ რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანია, ეს არა მარტო სახელმწიფოს არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ამ კომპლექსებიდან უნდა გამოვიდეთ. აი ეს დაკომპლექსება ბელორუსიაზაციას უკეთებენ საქართველოს. მინსკში გაიღვიძებ, ჩელიაბინსკში გაიღვიძებ, იმაში გაიღვიძებ. ეს დაკომპლექსებაა და როცა კომპლექს მოიხსნის და მსგავსი გადაწყვეტილებები უბრალო მოქალაქეს ეხმარება იმაში, რომ ყველა პოლიტიკაში არ უნდა იყოს იმ დონეზე ჩახედული, რომ იცოდეს რა რას ნიშნავს. ყველას თავის საქმე აქვს. საქართველოში იმიტოა პრობლემა, ჩემო ბატონო ნიკოლოზ, რომ საქართველოში ყველას გონია, რომ პოლიტიკის კეთება არის, აი ტელევიზორს ორჯერ უყურა, ამდენი წელი ამ საქმეში ვართ და მე კიდე ვერ ვთვლი იმათ, რომ რაღაცა ჩემ თავზე ავიღო ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ კიდე არის რაღაცეები, რომელიც მე არ ვიცი, უნდა ვისწავლო, უნდა გამოვიმუშაო და ეს გუშინ გამოჭყრეტული ბავშვები, დაგიჟდები და მე პოლიტიკოსი ვარ, რომ პოლიტიკოსი კი არა, თქვენ ხართ თავხედი ხალხი, რომელმაც გაგათავხედა დასავლეთმა და აი ელჩი, ეს ელჩი როგორ შედის, მე იქნებ კიდე გავიხსენებ რაღაც სიტყვებით, აი დემარში იყო დიპლომატიურიო, ანუ უკმაყოფილო დარჩა. ხა, რა არის ელჩის დაბარება? ელჩის დაბარება ეს არის ოფიციალურად დიპლომატიური ნაბიჯი, ჟესტი ამა თუ იმ ქვეყნის, რომელიც რუსეთის ელჩის დაუბარებიათ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დაუბარებიათ, საფრანგეთის, გერმანიის და ყველა ამ ელჩებს იბარებენ და აქ სხვა რამეშია საქმე. მე არ ვიცი ნოტა გადასცეს თუ არა, ეგ საინტერესოა. აქ იმაზეა საუბარი, რომ როცა ელჩს იბარებ, შენ უკვე ოფიციალურად იმ ქვეყანას უყენებ პრეტენზიას. აი ეს ამან გაახელა პატივცემული ელჩი და ამან გაახელა ის 25-26 საელჩო, რომელიც დარაზმულია დღეს და რომლებიცაც ყველაფერი ხელმისაწვდომი იყო, მათთვის არ არსებობდა არანაირი შეზღუდვა. მათთვის არ არსებობდა არანაირი ბარიერი საქართველოში,
15-20 წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაგვარტყა მანქანა და კარგი ნომერი იყო. ვისი მანქანითაც ვიყავი და ის კი არ თქვა რომ მანქანა შევაკეთებო. ისი კითხა სად მუშაობსო, მძღოლიო, ძალიან კარგი ნომრები ქონდა და მიხვდა რომ რაღაცა ესეთი გავლენიანი კაცი იყო, სერიოზული მანქანა იყო ესეც ჩვენი და მე რა მნიშვნელობა აქვს სად მუშაობს? არაო მე დავარეკიებო, საუბარი იყო რაღაც 120 ლარზე. მე მოვიდა დაცვის სამსახური საელჩოში და გვეხვეწა რომ ძალიან გქონდ ამასო. ანუ თავის ვოჩინაში ეგონათ რომ დაამტრია მანქანა იქ მინის დაურეკავდა მინისტრი ეთყოდა ჩემ მეგობარსო შეეშვი თუ ძმა ხარ ამერიკის საელჩოა და არ გვინდა ახლა და მოკლედ შენ გააკეთეო. აი ამ დონეზე არიან ესენი აქ ჩამოსულები. მათთვის ხო არაფერი არ იყო. ჩამოდიან მაღალი ხელფასები აქვთ, იმიტომ რაღაცა რისკის შემცველ ზონაში ვართ თუ რაღაცა ფრონტის წინახაზია. წელიწადში ერთხელ მიიყვანენ გორში ჩამოიყვანენ იქ შეახედებენ. ნავთულ ხარჯებს, რომელიც სხვა შორის მაგათი დაგეგმვის არა ეს რა ქვია. მაგათი ხელმოწერით არის და მაგათი შუამავლობისა, სარკოზის შუამავლობით არის ეს გაკეთებული და საწოდავ ხალხს 12 აგვისტოს სარკო რო აყვირეს რუსთაველზე. ამის მერე მოდი დავთქვათ, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობით რა მივიღეთ და დასავლეთთან ურთიერთობით რა მივიღეთ. აქ ამ სტუდიაში არაერთხელ მეც მithქვამს და ჩემზე უფრო კომპეტენტურ ხალხსაც აი ეს განსხვავება თუ ვერ დავინახეთ. ამ განსხვავებას თუ ვერ გავიცნობიერებთ იმ კატასტროფული ცვლილებების პერიოდში, რომელიც ჩვენ ვართ, ჩვენ ძალიან დიდი უფრო მეტი საშიშროება გვაქვს ჩვენ ვიდრე იყო მე-19 საუკუნის დასაწყისში. უფრო დიდი საშიშროება იქნება, აბა რა იქნება ხა კიდევ თქვენ ტრამპისა და რუსეთის და ტრამპისა და პუტინის დამოკიდებულებაზე ლაპარაკობთ. ქახალდის ვეფხვი უწოდა რუსეთს ტრამპმა და აი მოусვინოთ ეს განცხადება მისი. მედი გამოთქვა, რომ უკრაინას ტერიტორიების დაბრუნება შეუძლია ერთი მხრივ თეთრი სახლის ლიდერის პოზიციის მკვეთრ ცვლილებად შეიძლება განვიხილოთ, თუმცა ამავდროულად შესაძლოა ეს უკრაინისთვის სულაც არ იყოს პოზიტიური ცნობა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპმა უკრაინის საკითხის მოგვარება ევროკავშირსა და ნატოს გადააბარა. ტელეგრაფი წერს, რომ ტრამპმა ამ თემისგან განზე გადაწყვიტა ის არც უკრაინას დაპირდა სამხედრო დახმარების გაძლიერებას და არც რუსეთის წინააღმდეგ გადადგა კონკრეტული ნაბიჯი. ეხლა აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს განცხადებები მოწმობს იმას არასერიოზულ დამოკიდებულებას ტრამპის. იმიტომ რომ ხან ესე იგი თვითონ ამბობდა მეო დავასრულებ ომსო. ეხლა რომ მიხვდა რომ ვერ ამთავრებს ისევ ევროკავშირს და ნატოს გადასცა ამ ომის დამთავრების საკითხის დარეგულირება. აი ეს არის მეგობრებო რუსეთის მიმართ გამოხატული პოზიციის აი დამოკიდებულება როგორ ვხედავ ჩვენ რომ აი ეს არის დონალდ ტრამპი რომელიც ხან ერთ სიძახის, ხან მეორე სიძახის, ხან მესამე სიძახის. ეხლა რა ვიცი ჩამოთვლის ხოლმე მე ასეულობით ომი დავამთავრე, რომელი ასეულობით ომი დაამთავრა, მე არ ვიცი რა შეძახის ეს ომის დამთავრებას, მაგრამ თავად კრემლი აი ამ განცხადებებს შემდეგნაირად პასუხობს. შეუძლია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთის არმია უკრაინაში წინ მიიწევს და ფრონტის ხაზზე არსებული დინამიკა აშკარაა. დიმიტრი პესკოვმა ასევე უპასუხა ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას რუსეთის მწვავე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურია. რუსეთის ჩამოქცევაზე დიდი ხანია ლაპარაკი მიდის, რომ რუსეთი იქცევა, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთთან ვაჭრობს ჩინეთი, ინდოეთი ვაჭრობს თავად ევროკავშირიც ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნები და აქედან გამომდინარე ტრამპის დაპირებები რაც იყო ეკონომიკურ აღმავლობაზე ჯერჯერობით არაფერი არ აისახება. ამერიკაში არავით არის პროგრესი არ არის ამ მიმართულებით. ვერც საშინაო, ვერც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ტრამპმა ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია. ვერაფერს ვერ მიაღწია. აი რა წარმატებაზეა საუბარი? თქვენ რამე გახსენდებათ მისი რამე წარმატება? მე მახსენდება მისი წარმატება, რომელიც არის რომლის საშუალებითაც რუსეთი და ევროპული ქვეყნები აკეთებენ, ანუ რუსეთი და ამერიკა აკეთებს თავის საქმეს ევროპაში. ეს ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი. ეხლა რაც შეეხება მის ევროპის დასუსტების და ევროპა როგორც კონტინენტი, რომელიც არა ეს დიდი ხანია დაწყებულია. ას არ დაუწყია, ეგ დაიწყო ბაიდენის დროს.
ბაიდენ ეს ინერცი გრძელდება, მაგისი გაკეთებული და მაგისი ეს ნამოქმედარი ეს არ არის, ეს ბაიდენის ადმინისტრაციამ დაიწყო ევროპის დასუსტება. ამიტომ მაგ ტრამპს ვერ შეეთვლება ეგ პლუსი. ანუ ტრამპმა მიიღო ეს ესტაფეტა და აგზელებს, ხო? ესტაფეტას აგზელებს, ხო? ამიტომ ტრამპის ეს ტრამპის ჩაუთვალოთ აქტივში მაშინ ჩვენ გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ვყოფილვართ, აი ჩვენ დღევანდელი დიალოგის შედეგად. ხო, აი ჩვენ გაცილებით საშიშ მდგომარეობაში ვყოფილვართ, ვიდრე მე მეგონა. აბა ჩვენ რომ ლაპარაკობდით, მე თავიდან მიკვირდა, აუ ტრამპის სურათები, ტრამპისტები და რაღაცა რო იყო. აი ტრამპი მოვა, გახსოვთ ეს ეხა აღარ მინდა ლაპარაკი ვინ თქვა და როგორ თქვა. ტრამპი მოვა და ომი დასრულდება. გახსოვთ ეს დანაპირები? სად დასრულდა ომი? კაცი აგერ იძურწება. აი ხა ევროკავშირმა ნატომ დაამთავროს ომიო. არ იყო ეგ დაპირებები, ხო გახსოვთ? ჩვენო დამშვიდითო ხალხო, ყველაფერიო, აი ეს მოვაო ტრამპიო ერთ-ორ წელიწადში ომი დასრულდება. ერთი წელი გავიდა უკვე. რა ტრამპი მოსულია. ვინ რას დაასრულებს? ვინ? მე ვიყავი პირადად იქ ჩასული, ზუსტად სადაც წვიების ზუზუნის ხმა ისმის. რა ომის დასრულებაზე ლაპარაკობთ თქვენ? თქვენ გონიათ რომ უკრაინაში ომის დასრულება ნიშნავს ომის დასრულება. უკრაინის ომის დასრულება ეტაპი არის. მეორე სხვაგან იწყება ომი. ეს როგორც პირველი და ვერ გაიგო ამ ხალხმა ესენი როგორ არიან? იცი რაღაცა სიზმარში არიან. ის რომ არის პირველი მერცხალი. წავიდეთ ამერიკაში. ხოჭი ისა და ახალ ხეულები წავიდეთ ამერიკაში. ისი არიან ეხა წავიდეთ ამერიკაში. თქვენ შემთხვევით ხო არ გაჟრიალებთ ერთი გაიხედეთ ერთი საცხოვრო თქვენ. ვინ არის თქვენი მეზობლები? თქვენ ხო არ გონიათ ჰოლანდია არის ჩვენი მეზობელი, ავსტრია, შვედეთია, ნორვეგია. აბა შემთხვევით აქ თურქეთი ხო არ არის, აზერბაიჯანი, რუსეთი, სად რომელ კონტინენტზე ხართ? რა არის ევროპაში ვარ ჩვენ? ამათ ვერ გაუგე, ამათ გონებთ ჰოლანდიის მეზობლათა ვარ ჩვენ და ჰოლანდიის მეზობლათაც რომ ვიყოთ, ჩვენ ისეთი ყოჩაღები ვართ ბჭყალებში, რომ იქაც მოვახერხებთ იმის გაკეთებას, რომ იმათაც ვერ დაგვიცვათ. ისევე როგორც შეიძლება ბალტიის ქვეყნებმა ახლა ისეთი პრობლემა შეიქმნან, აი იმის გამო რომ იქ უკვე წუთნები დაიწყო პოლონეთმა და დანიამ დაიწყეს ერთობლივი წუთნები ბალტიის ზღვაში და იქ ძალიან სერიოზული პრობლემა შეიძლება დადგეს, რომლის გამოსწორებას შეიძლება დაჭირდეს ფართომასშტაბიანი ომის წამოწყება რუსეთის მხრიდან. ეს სუვალსკის დერეფანზე მაქვს საუბარი, რომელიც 65 კილომეტრიანია და რომელიც პრაქტიკულად მოწყვეტს ბალტიის ქვეყნებს, ანუ ჩაკეტავს. და თუ მაგამდეც მივიდნენ ამ სიტუაციიდან გამომდინარე, თქვენ რასაც ამბობთ, რომ ტრამპა მიუგდო ევროპა მიუგდო და ევროპას უთხრა აწი შენი ომიო და სამი ცხელი წერტილის შექმნის საშუალება გაუშვათ. ძალიან დიდი რაოდენობით არის რუსეთის საზღვართან მიყვანილი დასავლური ჯარები. აი ეს სუვალსკი დერეფანს რო ეძახიან, დნესტრისპირეთი და კავკასია. აი ეს ორი განსაკუთრებით საშიშ მდგომარეობაში არის დღეს. თორე 28-ში არჩევნებია მოლდოვაში და ჩვენ წინა გადაცემაში მე მგონი ვთქვით, რომ თუ იქ დაინახა დასავლეთმა, რომ ან აგებს სანდუს კოალიცია, ან მინიმალური გაყალბების შედეგად მოიგო არჩევნები და ვერ დააკომპლექტა მთავრობა, არის კრიზისი, სამთავრობო კრიზისი, რომელსაც ავტომატურად ჭირდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ადამდელი, ახალი უпростоრედ. იქ უკვე ოპოზიციური ძალები იგორ დადონის თამადობით უკვე იგებს პირწმინდად იმ არჩევნებს. იმიტომ რომ იქ სხვა სიტუაცია ახლა დღეს მაგის არა ჩვენ ვისაუბრეთ წინა გადაცემაში. ამიტომ აი ამ ქარცეცხლში რომელიც არის საქართველო და ჯერჯერობით ჩვენთან ეს რაღაცნაირად მოხდა, განმუხტვა. თუმცა აი ნახოთ რა მდგომარეობაა და როგორი სიტუაცია დღეს სომხებთან. სომხეთი რა ზუსტად თქვენ დამარცხდა. სომხებთან რაღაც არის, იმიტომ რომ დღეს მთელი დღე მაღაზია. რაზე? აი სომხეთთან რუსეთის ურთიერთობის სხვათა შორის აი სომხეთი ახსენე და ზუსტად ეგერ გაშლილი მქონდა რომ თქვენ ინფორმაციები რაღაც არ გამოგჩეს. სომხეთში მოკლეს პოლიტიკოსი ფარაქარის თემის ხელმძღვანელი ვალოდია გრიგორიანი არმენპრესის ინფორმაციით სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიცია იუწყება რომ არმავირის რაიონის დასახლებაში ერევნის გზატკეციზე სროლა მოხდა და მოკლეს ეს პოლიტიკოსი. ეხლა მე არ ვიცი ხა ეს პოლიტიკოსი რამხელა მასშტაბის და რა საერთოდ დიაპაზონის იყო, მაგრამ ფაქტი ერთია რომ სომხეთში იძაბება სიტუაცია და
კარგად ხედავთ, რომ მას შემდეგ რაც სამუშაოები დაიწყო გაზის მიმართულებით, ოდესაც რაღაცა ვითომ სამუშაოები, ჩვენ ხო ვიცით ესე რომ გამოგვირთავდნენ ჩვენ გაზს ადრე 90-იანებში აფეთქდა რაღაცა გაზის მილი და გამოირთვებოდა მთელი საქართველო. აი ესე ხდება ეხლა აქ ძნობინეს სომხეთს რომ როგორ არის რუსეთის გარეშე, როგორ შეძლებენ ისინი ცხოვრებას და იქ მე ვფიქრობ რომ წავა პროცესები რომელიც დაწყებულია. უკვე მე ვფიქრობ ეს პროცესი დასრულდება პაშინიანის ჩამოცილებით. პაშინიანს აღარ ენდობა რუსეთი და ჩვენ მალე ვიხილავთ იმას რომ დიდი ალბათობით იქ შეიცვლება ხელისუფლება. თუმცა აი ეს დიალოგი რომელიც დაიწყო პაშინიანი ეს დიალოგი დაიწყო მან თვითონ კარგად იცის რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩინეთში არ შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინი შეხვდა იმას სომხეთში კიდე სხვა პროცესებია და სომხეთ ისა დამოუკიდებლობის დღე ცალკე მიულოცა ცალკე პრემიერმა ცალკე ვლადიმერ პუტინმა ანუ ეს მინიშნებები და შეტყობინებები არის გაგზავნილი კავკასიაში და ეს ჩვენ სამეზობლოში აგერ 30-40 კილომეტრში ხდება და ამასთან დაკავშირებით გამოდის დღეს ეს გერმანიის ელჩი და აქ ბრტყელად საუბრობს საქართველოს მიმართებაში. ჩვენ გვაქვს ერთი ამოცანა მეგობრებო, დაიწყო 4-ში არის არჩევნები. 4-ში არჩევნებიდან მინიმუმ 5 დღის 6 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს ლოკალიზება ის საპროტესტო გამოსვლების, რომელსაც აპირებენ და რომელსაც დასავლეთი ბრიტანეთის თამადობით და მისი სატელიტების თამადობით მაქსიმალურად დააჩქარებს აქ პროცესს. შეესწებია ყოველ შემთხვევაში დააჩქაროს პროცესს და ის აკაცუკები და ის ხალხი, რომელიც 300 დღე გადაკეტილი გვაქვს, რუსთაველი ასეთი რამე სოფლიოში არ მოხდარა, ეს ყველაფერი უნდა დაუდონ ამ ელჩს, იმედია დაუდებდნენ დღეს გერმანიის და ეტყოდნენ ზმაო, ამას აკეთებენ, ჩვენ ვინმეს რამე ასე ვთქვათ შევზღუდეთ, ვინც იყო შესაზღუდი შეიზღუდა, ვინ შესაზღუდი იქნება, კიდევ შეიზღუდება, მაგრამ იმის თქმა, რომ საქართველოს დღეს არ აქვს იმის უფლება, რომ იყოს შვიდად გამორიცხული. გასაგები ერთი რამე არის აღსანიშნავი, რომ 4 ოქტომბერს ისე ელოდებიან, თითქოს დიდგორი უნდა მოხდეს საქართველოში, დიდგორის ბრძოლა. ყოველდღიურად ესე იგი მუხტის აწევა ხდება ქვეყანაში და ამას ხელს უწყობს ასევე დასავლეთიც. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ეგერ ეს რასა ხალბატონი რასა იუკიანევიჩი რომელიც ზენას მოიტეხ კაცი სახაროვის პრემიაზე წარადგინეს ეს მზია ამაღლობელი. აი რამხელა დაციმა. ესე იგი ეს ხალბატონი ეს ბალტიისპირა ქვეყნის წარმომადგენელი წარადგენს მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიაზე იმის გამო რომ სილა გაულაწუნა პოლიციას. შეიძლება ხალხო ამაზე მეტი დაცინვა. ესე იგი ხალხს ეუბნებია, მიდით, გაულაწუნეთ, გამოულაწუნეთ ამ პოლიციას და თქვენც პრემიაზე იქნებით წარდგენილი და თქვენც მიიღებთ ჯილდოს და თქვენც იქნებით პრივილეგირებული. აი გაგიგიათ ხალხო ამნაირი რამე, კაცო. ჯერ ეს სახაროვმა რა გაუკეთა ამ ქვეყანას, როდესაც მცირე იმპერია გვიწოდა ჩვენ მისმა ცოლმა უწოდა თუ მანაც და იმ ბონერმაც მისმა სიცხლე გაგვიჩნდეს ჩვენ ვითომ ჩვენი მეგობრები იყვნენ დემოკრატები რა მე რეგეთქოთ ბონერის სამხელა გავლენა ქონდა 90-იანი ხო და ანუ ეს იმას ნიშნავს რომ უყურეთ ჩვენ დასავლეთი გვეუბნება იმას რომ თითეული ადამიანი ვინც რამე წლს შეიტანს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ არავინ არ იქნება დავიწყებული ყველა იქნება პირიქით აღზევებული, ყველას იქნება გარკვეული პრივილეგი. აი ეს არის მათ რეალობა, გესმით? მათი რეალობა არის ის, რომ დრო იწურება, ოპოზიცია ყოველდღე უფრო მცირდება და ეხლა მოსასწრები აქვს ის მდგომარეობა, რომ როგორმე მოახდინონ ამ ოპოზიციის შეკოწიწება, რაღაცნაირად შეერთება და როგორმე მიიღონ ვადამდელი არჩევნები. ანუ ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის მზადება ძალიან დიდი ნაბიჯებით, იმიტომ რომ სხვა გზა 2028 წლისთვის, როცა დაგეგმილი არის კალენდარულად არჩევნები, ოპოზიციის რა იქნება დარჩენილი, მე ნაკლებად წარმომიდგენია და ამიტომ დროის ამბავია ჩქარობენ, ამ სიჩქარეში ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებენ და ამ შეცდომებს ჩვენ ვნახავთ 4-ში ღამე, როდესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთელი მობილიზება იქნება გაკეთებული
დასავლეთის ტელევიზიები ჩართული, მაგრამ უყურეთ, რამდენი გვარი გვესმის ბატონო ნიკოლოზ ჩვენ, როდესაც არის საქართველოს ლანძღვა. აი რამდენი 10, 15 ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ბალტიის ქვეყნები, ყველა ერთად რომ იმას ვთქვათ, რა ქვია, შევაკოციცოთ, ხო? 15 კაცი, რომელიც უკვე მრავალი წელია სააკაშვილთან თანამშრომლობენ და სააკაშვილის ასე ვთქვათ, ნაწყალობებზე გამდიდნენ და ხა ნუ იფიქრებს, რომ $900,000 და $1 მილიონი შეიძლება საქართველოში არ იყო და არ არის დიდი ფული. თორე ნებისმიერი ევროკავშირის და ევროპარლამენტარისთვის არის ძალიან დიდი ფული. პრაქტიკულად მისი ცხოვრების შეიძლება აიწყოს რაღაცა გარკვეული ეტაპი, ხო? აქ არის მარტივად საქმე რა. 30 წელი საქართველოს მოიაზრეთ როგორც კოლონიას, მერე ჩვენ რაღაცა ბოლო 2 წელი ვთქვით, რომ არა ბატონო, ჩვენც ქვეყანა ვარ და არ მინდა რომ დავინგრე, არ მინდა რომ დამშალოს რუსეთმა და ჩაომიგდოს აქ ბომბები და როგორ გაბედე შენ, რომ შენ არ გინდა ჩვენთვის სიკვდილიო. რას ეუბნება ტრამპი ახლა? მოუკვდით უკრაინელებისთვის ევროპელებიც ფიქრობენ, რა თქოს უახლოეს ახლა საუბარი, გაეროს მერე შეკრება ქონდათ და ჩვენო ნებისმიერ რუსულ თვითმფრინავსო ჩამოვაგდებთო თუ მას შემთხვევითაც დაარღვია საზღვარიო. მერე ეტყობა ვიღაცა მურჩია თქვენ გიჟები ხო არ ხარ რას ლაპარაკოსო? არაო, ჩვენო მერე ბრიტანელმა თქვეს, ხო, ბრიტანელმა თქვეს ჩვენო ავამუშავებთო მეოთხე პუნქტსო. გაემისი რო ქვია ნატოსიო და აიქო დავსხლებითო მოვილაპარაკებთო როგორ შემოფრინდაო რა კუთხით რა გრადუსი ქონდაო აი თუ ის გრადუსი ანუ სრულ მარაზმში არიან და ეს მარაზმი უნდა თუ ჩვენზე ასე ვთქვათ გადმოიტანონ და ხო მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ხალხის ჩვენ ძვირფასო ქართველებო ჩვენ ხო ყველა პოლიტიკოსები ვართ 3,500,000 ახლა ბავშვებიც პოლიტიკოსები გახდნენ ყველა არის პოლიტიკოსი ყველა შეუძლია ქვეყნის მართვა აი რაღაცა პოლიტიკოსები ვართ ეხლა დავსხდეთ 2-ს მივუმატოთ 2 მერე გამოვაყოთ 1 დავუმატოთ 5 და მივიღებთ 10 იმაში პლუს მინუსში ვითამაშოთ და რა შედეგს დაგვიდებენ და ის არ დაგვიწეს რომ ჩვენი სამეზობლო კიდე არა დამთავრებული და ზანგეზურიც პრობლემური გახდება არავინ მოდით ესე შევთანხმდეთ რა ჩემას გეტყვით არც ერთი ქვეყანა აქ ფეხს ვერ მოიკიდებს რუსეთის ნებართვის რუსეთის გარეშე და დავამთავროთ ეს მარაზმი ეხლა რამდენიმე წუთით ძვირფასო ტელემაყურებლებო შევისვენოთ არ გადართოთ დარჩი ტელეკომპანია სეზონზე მალე დაგიბრუნდებით და გავაგრძელებთ საუბარს ის სიკეთეები და ბოროტებანი, რომელიც ობიექტურად თუ სუბიექტურად ვიგემეთ, რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ, ისტორიის სასწორზე დაწონა დიდმა ილიამ და რადგან სიკეთემ გადაწონა ბოროტება 1899 წელს დაწერა პუბლიცისტური წერილი 100 წლის წინათ, რომელიც რუსის ჯარის საქართველოში პირველად შემოსვლის უბილეს მიუძღვნა. რადგან საქართველოს უგურგვინო მეფემ მხოლოდ დადებით კონტექსტში განიხილავს 100 წლის წინათ რუსეთის ჯარის შემოსვლას, საქართველოს რუსეთის მრავალკუთხოვან ურთიერთობებსაც, რომელიც წინ უძღოდა გეორგიევსკის ტრაქტატს, ილია ჭავჭავაძე, ქება დიდებითა და მადლიერებით მოიხსენიებს ერთმორწმუნე რუსეთს. 11 იანვარს 1798 წელს თელავში გარდაიცვალა ღრმადმოხუცებული სახელოვანი მეფე ერეკლე. საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა მისი უფროსი შვილი გიორგი. საქართველოს დამარცხებული აღა-მაჰმად ხანისგან მეფე ერეკლეს სიცოცხლეშივე ჯერ კიდევ ვერ იყო გამობრუნებული. დასუსტებული საქართველოს, რომელსაც მეფე ერეკლეს სიკვდილით რკინისკარი შეეხსნა, უფრო კარგია შეექმნა და ადვილად საცილობელი გაუხდა გარს შემორტყმულ მტრებს. ცალკე სპარსეთი ცალკე ოსმალეთი ხმალამოღებულნი თავს ადგენენ დამარცხებულს საქართველოს და მუქარას მუქარაზე უთვლიდნენ. ერთსაც და მეორესაც სურდათ საქართველოს უხმლით არა მფარველობის სახით მაინც ხელთ ეგდოთ. თავისი საკუთარი ჯარები შიგ ჩაეყენებინათ და მაგრად მოეკიდათ ფეხი. გაძლიერება რუსეთისა, რომელმაც მაშინ საქართველოს საზღვრამდე მოაღწია. ჩრდილოეთის მხრით ერთსაც თავს არ სასცემდა და მეორესაც. ფეხის შემოდგმა რუსეთისა საქართველოში და მათი აბრუსგატეხა და თითქმის დაქვეითება დასავლეთ და მცირე აზიაში ერთი იყო.
რუსეთის განშიშს ეს ორი სახელმწიფო ერთად უნდა ემოქმედებინა, მაგრამ ასე არ მოუხდათ. სპარსეთს უნდოდა მარტო სჭეროდა საქართველო. ჯერ ვითარცა კარი რუსეთიდან აზიაში შემოსვლისათვის დასაკეტი და მერმე ვითარცა გზა ოსმალეთის შესალახვრელი. ამასავე ლამობდა ოსმალეთი. ცალკე სპარსეთი, ცალკე ოსმალეთი ეტანებოდნენ ჩვენს ქვეყანასა, მაგრამ საქართველო ასე თუ ისე როგორც იყო იგერიებდა, ერთსაც და მეორესაც და არც ერთს არ ნებდებოდა. ამ ტანჯვა-წამებით მოაღწია ამ პატარა ქვეყანამ, ამ ერთმა მუჭმა ერმა მე-18 საუკუნის დასასრულამდე, როცა გაძლიერებულმა რუსეთმა ფეხი მოაბიჯა ჩრდილო კავკასიის მთებს და წამებულმა საქართველომ რუსეთისკენ მიიხედა და გული მიიბრუნა, მაშინ უფრო გაუმძვინვარდნენ მტრები და ნამეტნავად სპარსეთი. აღამ აჰმად-ხანის მოსევა და თავდასხმა 1795 წელს რუსეთთან საუბრის გამართვამ გამოიწვია და ოსმალოც ამ მიზეზმავე თავს წამოგვაყენა. ლეკნიც კი გაუთამამდნენ უღონოდ გმნილს მეფეს და ახალციხის ფაშის წაქეზებით ხანაკ იკლებდნენ ქვეყანას ხანიკ. გარდა ამისა, მეფის სახლობაშიც ყველაფერი აწაწილი და აშლილი იყო. ამ საქმეს საჩქარება უნდოდა. ღვთისმოსავმა და ღვთისმოყვარე მეფე გიორგიმ რა თქმა უნდა ერთმორწმუნე რუსეთი ირჩია. ამას ეუბნებოდა წინაპართა ანდერძიცა, რადგან მის და მეფობის წინათაც, ჯერ კიდევ 1576 წლიდან, საქართველოს მეფენი ბევრჯერ გამოლაპარაკებიან რუსეთს და მისგან ხელშეწყობას და ხელის გამართვას მოჰლოდებიან. ქრისტეს ჯვარისთვის ჯვარცმულერს მეფემ ქრისტეს ჯვარისვე მოსავიერი მოიწვია, საშველად და მფარველად. მეფე გიორგიმ 1798 წელს თხოვდა იმპერატორს, პავლეს 3000 რუს ჯარისკაცს, შეჭურვილს, სათანადო იარაღით და ყოველი სამხედრო კუთვნილებითა. იმპერატორმა პავლემ მოისმინა რა გაჭირვება მეფე გიორგისა და საქართველოსი და იუწყარა ახალი მუქარა სპარსეთისა, აწიოკება ქვეყნისა ოსმალეთისა და ლექთა თარეშისგან. სწრაფლ შეუდგა, რომ მეფე გიორგის გადაწყვეტილი პასუხი მისცეს. კავალენსკის გამოატანა იმპერატორმა პავლემ დამამტკიცებელი გრამოტა მეფე გიორგის სახელზე. ამასთან იმპერატორმა პავლემ გამოატანა კავალენსკის სამეფო სამკლაულები და სამეფო ნიშნები, ოქროს სამეფო გვირგვინი, შიგა და შიგ ძვირფასი თვლებით შემკული, თეთრი დროშა ორთავიანი არწუვითა, შუაგულში რუსეთის გერბი ჰქონდა, სამეფო ტახტი შვინდისფერი ხავერდით გადაკრული, ბრტყელის ოქრომკერდის არშიებითა და ოქრომკერდისვე დიდრონ ფოჩიებით მორთული და ამასთანავე სამი ბალეში. შუაგული ტახტისა ეჭირა საქართველოს გერბსა და აქეთ-იქიდან რუსეთის გერბებს. სამი ორდენი, ალმასებით შემკული. ყოველ ამას გარდა იმპერატორმა პავლემ გამოუგზავნა კავალენსკის ხელითვე ძვირფასი ნივთები მეფის ოჯახს. დასასრულ 19 ოქტომბერს 1799 წელს კნორინგმა ინახულა პოლკი. კმაყოფილი დარჩა და მეორეს დღისთვის ბრძანება მისცა. გასულიყო თერგსა და გზას შესდგომოდა. მეორე დღეს ბრძანებისაებრ პოლკი თავის ადგილიდან დაიძრა. გამოვიდა თერგს და წამოვიდა ტბილისისაკენ. დიდი წვალება გამოიარა რუსის ჯარმა, რაკი კავკასიის მთებში შემოდგა ფეხი. ვიწრო აღმართ-დაღმართები, თოვლი და ყინვა, გაფუჭებული გზები და ზოგან სურსათის ნაკლებობა გახლდათ. ზარბაზნები და სხვა артиლერიის კუთვნილებანი, ხელდა და ზურგი გადმოჰქონდათ ჯარისკაცებს, რადგანაც სხვანაირად ვერ ახერხდებოდა. როგორც იყო, ჯარმა ყოვლის დაბრკოლება სძლია. თბილისი დიდი სყოფით მოიკაზმა და მოირთო ჯარის დასახვედრად და მისაღებად. მთელი ქალაქი აიშალა და გარეთ უბანსა და ვერაზეთ გადავიდა და აქ ელოდებოდა ჯარის მოსვლას. მეფე გიორგი თვითონ წამოუძღვა ჯარს და შემოიყვანა თბილისში. ზარბაზნების სროლა, ზარების რეკა ამ დღესასწაულს აძლიერებდა და სიხარულის კიჟინაერისა, მოძრაობა და თვითცრემლნი, ნამეტნავად დედაკაცობისა, აგვირგვინებდა იმ ტკბილად საგონებელ სურათსა და უტყუარ ერთგულებას ჩვენ დამიერისას. მეფემ შემოსვლის მეორე დღესვე ჯარს გაუგზავნა 5 საპალნემდე ღვინო და 800 ცალი ხმელი თევზი. გარდა ამისა, რასაც სულუფად განწესებული იყო. სასოწარკვეთილმა მეფემ და ერმა ძლივს ნუგეშითა და იმედით გაიცოცხლა გული. მეფის კარიდან დაწყებული უკანასკნელ ქოხამდე სიხარულმა გაშალა თავისი სანატრელი ბრდა. სიხარულმა ხსნისამ ნუგეშისამ დიდი ხანია საქართველოს ამისთანა ბრწყინვალე დღე აღარ ენახა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. ის დღეა და ეს დღე. ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარით ცეცხლითა და מחვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს კვლავ სასოება გაღვიძებული მეფე და ერი გულწრფელად მიენდო თავის მომავალსა დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშით ბრთა შესხმული. ნუ დაეცემი, სურს ნუ იტანჯავ.
დანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება. იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ისწავლის სამყაროს ხედვას, შენი ცხოვრებაც ისე იქნება. გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფალის და ყველაფერი კარგად იქნება. ტყუილ უბრალოდ ღელვა და შიში, განავერად ყოფ რომ არ გიხდება. ნუ შიშობ, უფლის სიწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება. როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობ იწყება, მაშინ მოუხმე თვითშთაგონებას, თქვი, ყველაფერი კარგად იქნება. რომც დაგარწმუნონ შენი ღუპები, შენი სიცოცხლის წუთი ითვლება, წმენას მოუხმე და შენი ხილავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი, ღმერთი არ გტოვებს შენსკენ იხრება, ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც სიმეც აზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება, ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი, ყველაფერი კარგად იქნება. დიდი ნიჭია თავშეკავება, ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება. როცა ამ ნიჭს თვლობ, შენ უკვე იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა, სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როდის იქნება, როგორ იქნება, როცა კითხვები გულში ისმება, ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. მე ცოდნები და უხერხი სრულიად საქართველოს პატრიარქი თოს შენდობას ყოველი ჩემი შესვენებისა მე შევთხოვ უფალს რომ უფალმა გადმოხედოს საქართველოს თავისი მოწყალეთ მომენტ ალბადგინოს ამ ჯიმეშვრით რათა გავაგრძელოთ ზაუფლისა შემიგეთ მოპატიეთ ერთმან შეგინდოთ აგზელებთ მაუწყებლობას ვირფასო ტელემაყურებლებო ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემი ჩვენი სტუმარია ბატონი მიხეილ ჟელეტი სოლიდარობა მშვიდობისათვის თავმჯდომარე და ჩვენ საუბრობთ იმის შესახებ რამხელა განსაცდელი გველოდება ჩვენ ქვეყანას 4 ოქტომბერს და ეს ადამიანები რომლებიც რუსთავოზე დგანან, აი ხშირად გვიან მე-300-ე დღე ყოფილა გუშინ. აი ნახეთ, რა დღეში არიან. ჩვენთან ერთად არის ახლა კაბოტონი მარინა მიზადა, რომელიც ქართული ოცნების ყოფილი წარმომადგენელია. ახლა ქართული ოცნების წინააღმდეგ დგას ის ეპური მომავლის წევრი აყოფილ ხართ. ვიცით ეს არ მithქვამს მე თქვენზე. ჩვენთან ერთად აი ახლა უყურეთ ამათ რა დღეში არიან. აი ესენი თავიანთი სიცრუის ტირაჟირება 10 წამში ჩაატიეს. როგორ ლაპარაკობენ როგორ ინფორმაციებს აწვდიან, ჯერ რა 300 დღის ბოდიში პროტესტი არის, რა 300 დღეს არის 10 კაცი ქუჩაში და ამას ეძახიან 300 დღიან იმას პროტესტს ესენი რა. არ ვიცი, აი ამდენი ტყუილი, ამდენი ლაფში ამოსვლა ყველაფრის რა ის ვინ არიან, საიდან მოვიდნენ? ან რისი იმედი აქვს, მე არ ვიცი, იმიტომ რომ რა ვიცი, ხა 4-ში რატო უნდა გამოვიდეს სხვა ხალხი, როდესაც აი ამ პროტესტზე 20 კაცი დაბორიალობს ქუჩაში. აი რა შეუძლებელია ეს, ხო? ნუ მაქსიმუმი ახლა ციფრებით манипуლირება ცოტა უმადური საქმეა, მაგრამ მაქსიმალურად შეესწებიან პროვოკაციებს. ანუ სხვა გზა 80 და 60,000 და 50,000 ხალხს ესენი ვერ გამოიყვანენ, ნუ ბევრი მიზეზის გამო. მაგრამ ერთი რამ არის, რომ მათთვის აი ამ გაღიზიანებული ხალხისთვის იქნება ძალიან მე ველოდები ბატონ ნიკოლოს რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დასავლეთის ეს ევროსაბჭოების თუ ევროკავშირის წარმომადგენლები ძალიან სერიოზულ განცხადებას გაუკეთებენ მასთან დაკავშირებით ამ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. კი ბატონო, ნახოთ, ნუ გავასწრებთ მოვლენებს ერთი რამე ცხადია, რომ დასავლეთი გვიმზადებს რაღაც გარკვეულ
საკმაოდ დიდ სიურპრიზს. მე არ გამოვრიცხავ ეგეც რომ მოხდეს, მაგრამ მოსახლეობაც უკვე შეგუებულია ამას, რომ ეს შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ ჩვენ იმდენად უკვე ესენი გვაჩვევენ თავიანთ ეგრეთ საჩუქრებს, რომ ესეც არ არის გამორიცხული. მე ამით მინდა დაგემშვიდობოთ ძვირფას ტელემაყურებლო ბატონო მიხეილ, თქვენ მინდა დაგემშვიდობოთ, მადლობა მობრძანებისთვის, ბატონო მიხეილ ჟღეტი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ ხვალ შევხვდებით ტრადიციულად საღამოს 9 საათზე, კარგად ბრძანდებოდეთ.